Mama. Mama just killed a man. Put a gun against his head. Pull my trigger, now he's dead. Mama, life had just begun, but now I gotta throw it all away. Mankan. Patara gugulo, patara matare velo, televar jo miskheo, biskulis gam khare velo. Man kann das jetzt heute raus. Patara wissen wir aber. Egal, komm schon da lassen wir rein. Rogori. Velo de poder man kann nicht nehmen, aber. What is automobile? What is automobile? Rogori. Bebe, exada ut me bebe. Pipi, exada ut me pipi. Modis automobile. Chamo patara gugulo. რაღაც სხვანაირად იყო. ავტობუსს უცდით და მაღაზიაში ვიყავით შესაძლოა. ვიყიდეთ აი ეს პატარა კონსოლი თუ რა ქვია მას. რავი. ჩვენს პატარაობაში იყო მეგობრებო, ხო იცით? ეგეთი არის, ოღონდ ნახეთ რა პატარა. პატარა ბრელოკებით. ჩემი საყვარელი ტანკები იყო შენი? რავი, საყვარელი ყველა მოსევა. პირველი დონაცია მეგობრებო. და აი ამ ადამიანმა დაგვიდონა და პირველად და გაგვახარა და რა ვიცი. ძალიან დიდი მადლობა. $10 მივუახლოვდით ახალ კამერას. მე ვიყავი ახლა სარბენად რა. და მარიამი იყო სასეირნოდ წასული. ანუ ის დადის ჯერ. და მე დავდივარ. და მოვასწარი. გასაღები არ მაქვს. კარები ჩაგედელი. მეორე დონაცია მეგობრებო. GoPro-ს ჯობია ოსმო პოკეტი იყიდოთ და ჯიგარი ხარ გიგაზმაო. რომ ჩამოვალ ქუთაისში დაგიბრუნებ. ნელ-ნელა მივუახლოვდით რა კამერის ყიდვას. თუ ვერ ავაგროვეთ რამეს ნეკებს ვიყიდით და ისოს ნეკების დაგემოვნება შევძლებთ ან რამე ეგეც. ვიდეოს გადაღებას მოვახმართ. თუ არ აკროვდა საბოლოო ჯამში. ეს რა არის? მარგალიტი არ არის შეგნით? San ar daġġira torgatma. Ures xolos magari għinħas jisati? No, mitzar. Margaliti għamu jgħada ċumat xejn aħħiħo. Kaw qedi da Japonja xit. Patara baxi. Magona tsada titu mutkhili. Tsada qilman tuċaħudadi. Teda mitis kur xiri xoħi sari jallava. Tam sitfos jgżnodi nel-nela. ჩასაფრებული ვიყავ მამა ჩემი სოფელში რაღაცებს ოთხი და რაღაც აღარ მოგწონს ზუსტად. აი ესე ჩემი დასახელს ვარ. თუ მივახლო და თქო. თუ გათვათ ხო? ფაგდრო ჟიულვერნს კითხულობდი. მაგარი იმაში ვიყავი რა ქვია. რა ქვია მაგას? ემოციებში. ემოციებში. აუსაკეთებენ. ანუ ესეთი სიტუაცია რა საქართველოს შეგვიძლია წასვლა, მაგრამ აქ გვაქვს სამსახური ძლივობით ნაპოვნი სამსახური და ორი ვერსად რო წავიდეთ. რავი, არ გამოვა ეგ პონტი. მაშინ უნდა გავანებოთ სამსახურს თავი, იმიტომ რომ ახლა ორი კვირის და ერთი თვით არავინ არ შეგინახავს სამსახურს. არის ესეთი ვარიანტი. ორი კვირით მე რო ჩავიდე საქართველოში და ორი კვირით მარიამი. თან უაზრობა არის და თან აზრიანიც არის. გააჩნია კარანტინში თუ არ დავკარგავთ ნახევარდროს. ხო, კარანტინი მაგრად ტეხავს. რავი, ტესტის გაკეთება შეიძლება და ტესტი ვისაც აქვს გაკეთებული, იმათ არ აჩერებენო კარანტინში და რავი, ახლა გვაქვს გასარკვევი. ტესტის გაკეთება რა ხარჯებთან არის დაკავშირებული. და თუ რამე შეიძლება, მაგრამ არ ვიცი. Я-то думала, что ото всех уклонилась. Все-таки у тебя беда с выносливостью. Слишком...
ვსწავლობთ ემსამის სასტუმროს პატრონს. შეეშალა და ეს ლუდები შეაწყო საყინულაში, რომელიც ძალიან მაღალზე იყო ჩართული და ძალიან მალე გაუყენია და იქიდან გამომდინარე, როდესაც რაღაც იყინება ის იკუმშება. როცა გამოიღო თავსახური ცოტათი იყო მომძვრალი, ანუ კი არა ტყობოდა რა. ჰაერი შედიოდა და გამოდიოდა. და ვიტყოდა რომ რამდენიმე დღეში თუ მოასწრებთ ამის ლიკვიდაციასო თქვენი იყოს ყველაო და სამოვიღეთ რამდენი? რაღაც 15-მდე იქნება. ეს არის ყველაზე საყვარელი ფისო. ახლავე ვარ მატარებელში და მივდივარ ლუნჩში, იმიტომ რომ აქ არის პროგრამის ამბასადორების შეკრება და მე ვარ ჩემი პროგრამის ამბასადორი და უნდა გავიცნო ლუნდის ინჟინერიის ფაკულტეტის სხვადასხვა პროგრამების ამბასადორები. ანუ ჩემნაირი ხალხი, ვინც ყოველ თვეში წერენ ბლოგებს და ხვდებიან ახალ სტუდენტებს და აწვდიან სხვადასხვა ინფორმაციას. ახლა ვარ მატარებელში და ეს არის ჩემი საყვარელი ადგილი. სიჩუმის ზონა არის ახლა თუ დაინახოთ. ხოლმე იმიტომ ლაბარაკობ რომ აქ ჩემს გარდა არავინ არ არის, მაგრამ ვინმე თუ მოვა უნდა გავჩუმდე, იმიტომ რომ ეს არის ჩუმის ზონა, სადაც არ შეიძლება საუბარი. მატარებელი მთელ სიგრძეზე არის დაყოფილი სხვადასხვა ზონებად. ანუ საქართველოში როგორც არის მთელი მატარებელი ყველა ვაგონში ერთ და იგივე სიტუაცია არის, ეგრე არ არის. ანუ არის ჩუმის ზონები, სადაც არც ტელეფონის ხმა არ შეიძლება, საუბარი არ შეიძლება და არის ასევე ცალკე ზონა ბავშვიანებისთვის, არის ცალკე ზონა, ვისაც ვარგი აქვს, ანუ სხვადასხვანაირად არის სკამები განლაგებული და ძალიან მოსახერხებელი და კომფორტული არის. იმიტომ რომ ხშირად ყოფილა მატარებელში, როდესაც თქვა დაძინება გინდა და ვიღაც ლაპარაკობს და საუბარს ხო ვერ მოუშვი ადამიანს, შეიძლება საქმე აქ რაღაც. ასე რომ შეგიძლია უბრალოდ გადმოინაცვლო სხვა ზონაში, რომელიც ზონაც უფრო შენთვის კომფორტულია და იმ ზონაში იმგზავრ. ამბასადორები შეხვედრა დასრულდა და ახლა მივდივარ. რა თქმა უნდა, ლუნჩში ვარ და ლუნდის უნივერსიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის შენობის უნახავად ჰელსინგბორგში ვერ დავბრუნებოდი. თან შემოდგომაა და შემოდგომით ძალიან ხარი არის. ცუდი ამინდია, მისლი არის და წვიმა. და რას ვამბობდი, ანუ ლუნდის ბიბლიოთეკის უნახავად ჰელსინგბორგში ვერ დავბრუნებოდი, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი შენობა. შარშანაც ვიყავი დაახლოებით ამ დროს ლოგიც მაქვს გადაღებული თუ მახსოვთ. მაგრამ უკვე დაცვენილი ქონდა ფოთლები და იმენი ლამაზი არ იყო. ახლა იქნებ გამევართლოს და ბოლო კარგ დროს მოუსწარი ზუსტად წითელი ფერის ფოთლები არის. ლამაზი შენობა არის, მხოლოდ ამ შენობის შურს ჰელსინგბორგში არ გვაქვს ასეთი ლამაზი ბიბლიოთეკა. ჩვეულებრივი ბიბლიოთეკა არის კამპუსში. მარტო ასეთ ბიბლიოთეკაში რომ მოდიხარ სამეცადინოდ. ამიტომ მინდოდა ლუნჩში სწავლა, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი ფაკულტეტი არ არის ლუნჩში და არის ჰელსინგბორგში. შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა, მშვენიერი ლანჩი მივირთვით. მე როგორც აღმოჩნდა ერთ-ერთი სტუდენტის დაბადების დღე იყო და ტორტიც მოიტანეს, ტორტიც მივირთვი. და შემდეგ რაღაც თამაშები ვითამაშეთ და პატარა პრიზიც კი ამოვიდა ლუნდის უნივერსიტეტის დაბრენდილი ჩამოდანზე ჩამოსაკიდი სახელი, სადაც უნდა დააწერო ჩამოდანს და მისამართი. აი გაჩვენებთ. თამაში იყო ქვეყნების კონტურები იყო, იმ ქვეყნების კონტურები იყო ფურცელზე, საიდანაც ეს სხვადასხვა პროგრამების ამბასადორები ვართ და ყოველგვარი ინტერნეტის და რაღაცე დამატებითი მასალების მოძიების გარეშე უნდა გამოგვეცნო რა ქვეყანა რომელი იყო, რა თქმა უნდა საქართველო ვერავინ ვერ გამოიცნო.
და მარტო იმ გუნდს გქონდა სწორად, სადაც მე ვიყავი და საქართველო და კიდევ იყო ეთიოპია. ეთიოპიაც ვერავინ ვერ გამოიცნო კონტურის მიხედვით და აქედან გამომდინარე ჩვენმა გუნდმა დააგროვა მაღალი შედეგი და მოვიგეთ ეს პრიზები. ასე რომ რაღაც დადებითი მხარეც უპოვე იმას, რომ არავინ არ იცის საქართველოს სად არის, რა არის, როგორია, რა ენაზე ვლაპარაკობთ და ასე შემდეგ.